გასული კვირის დაიჯესში მოგიყვებით. კრისტოფერ ნოლანს ტროა უნდა გადაეღო. ტომ კრუზს საპატიო ოსკარი გადაეცა. კევინ სპეისი სამწუხაროდ უსახკაროდ დარჩა. რაპუნცელის კასტის გარშემო ისევ ნებათა ღელვა არის. ზელდას ფანებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. ზელდას მიხედვით კინო ადაპტაცია დაიგეგმა. Golden Joystick Awards-ზე Expedition 33-მა სრული ფურორით ჩაიარა და განვიხილავთ ჩვენს კინოთეატრებში მიმდინარე Zootopia 2-ს. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so კრისტოფერ ნოლანის ოდისეას პრემიერამდე ჯერ კიდევ მთელი 9 წელია დარჩენილი. თუმცა ოსკაროსადი რეჟისორი უკვე ხალისით არიგებს ინტერვიუებს სურათის შესახებ და გარშემო. ასე მაგალითად გასულ კვირას მან ჟურნალისტებს საყურადღებო და აქამდე ნაკლებ ცნობილი ინფორმაცია გაუზიარა. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ 2000-იანებში მას ფილმი როა უნდა გადაეღო. დიახ, არ მოგესმათ სწორედ ის ბრედ პიტის და ესე შემდეგ რა მონაწილეობით. თავდაპირველად პროექტს სტუდია Warner Brothers-ისთვის გერმანელი რეჟისორი ვოლფგანგ პეტერსონი ამუშავებდა. თუმცა შემდეგ მას ბლოკბასტერი ბეტმენის სუპერმენის წინააღმდეგ შესთავაზეს, შეგახსენებთ, საუბარი ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისზეა. ნოლანს, რომელიც მაშინ 30 ოდნავ გადაცილებული იყო და ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი ჰქონდა ჯერ კიდევ თავისი, ესე ვთქვათ, ფილმით მემენტო, რომელმაც საკმაოდ კარგად გაისროლა, გადაწყვიტეს, რომ ტროა მისთვის გადაეცათ. უცნობია რამდენი ხანი იმუშავა მანსურაძე, თუმცა მოგვიანებით პეტერსონის სუპერგმირული კროსოვერი ჩაიშალა და მან ისტორიული ეპიკის რეჟისორის სავარძლის დაბრუნება ითხოვა. ხერხული სიტუაცია შეიქმნა და ხმაურის თავიდან ასაცილებლად ვორნერებმა, ასე ვთქვათ, როკი ჩაატარეს, გერმანელს ტროა დაუბრუნეს, ნოლანს კი შესთავაზეს ეფიქრა ფილმზე ბეტმენის შესახებ. მე რაც მოხდა ყველა მშვენივრად ვიცით. მაგრამ რეჟისორმა აღიარა, რომ სწორედ იმ დროიდან მოყოლებული მას მოსვენებას არ აძლევდა ილიადასა და ოდისეის, ესე ვთქვათ, შთაგონება და განწყობა. ის უბრალოდ შესაბერეს მომენტს ელოდა მათ განსახორციელებლად. და აი ეს ჟამის თითქმის დადგა. მითოლოგიური ბლოკბასტერის პრემიერა მომავალი წლის ივლისისთვის არის დანიშნული. ტომ კრუზს, როგორც იქნა, პრემია ოსკარი გადასცეს. მართალია არა რამე ახალი ნამუშევრისთვის, არამედ ესე ვთქვათ, დამსახურებათა ერთობლიობისთვის, ანუ ეგრეთ წოდებული საპატიო ოსკარი. მას ტრადიციულად სრულფასოვან ცერემონიამდე რამდენიმე თვითადრე გასცემენ, თუმცა ჯილდოს მნიშვნელობის დაკნინება ნამდვილად არღეს. სხვადასხვა დროს საპატიო ოსკარი მიღებული აქვს ისეთ მასტადონტებს, როგორებიც არიან კერკ დუგლასი, რობერტ რედფორდი, დონალდ საზერლენდი, სამუელ ჯექსონი, თვით ჯეკი ჩანი და ჩარლი ჩაპლინიც კი. სესაშური კამპანია ნამდვილად არის, რის გამოც უნდა მივულოცოთ და შემოგთავაზებთ ოდნავ გავიხსენოთ მისი ნამუშევრები, იმიტომ რომ მართლაც ეპოქალური მსახიობია ტომი. Because I was inverted. Say you like my hat. You're not wearing a hat. Say it. Why can't you say it, Johnny? Meaning of it all. Why should I know these things? Do you know them? No, I got out of the car. I ran to the bridge. He said someone was just... Give me that. I was on the bridge. There was nobody on the bridge. What happened to Jim? Wake up, Claire! Show me the money! That's it, brother, but you got to yell that shit! Show me the money! I need to feel you, Jerry! Show me the money! Jerry, you better yell! Show me the money! To it, boys. Let's get right down to it. Men are shit. What? Men are shit. Yeah, baby. Look at me, stay with me. 7! I'm gonna kill you. I swear to God, I'm gonna 8! You paying attention? Cause I'm talking G5 for the picker. That's how you're gonna roll. No more frequent flyer bitch miles from my boy. Oh yeah. Playa. Playa.
On a steel horse I ride. I'm wanted. Really? Bitch, I don't know you. Exactly. Yes. Thank you. Your name is Nance. You're Bibble. Kimmel. You fight balls out, literally. კევინ სპეისი, პრემია ოსკარის ორგზის ფლობელი ადამიანი, რომელიც ოდესღაც ჰოლივუდის მწვერვალზე არსებითად ქუჩაში დარჩა. მან მისცა უზარმაზარი საათნახევრიანი ინტერვიუ პირს მორგანს და ეს ალბათ ყველაზე მძიმე საუბარი იყო მის ცხოვრებაში. რაღაც მომენტში სპეისმა უბრალოდ ვეღარც გაუძლო და პირდაპირ ეთერში ატირდა. მან აღიარა, რომ მისი სახლი ბარტიმორში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, აუქციონზეა გატანილი, იმიტომ რომ მას უბრალოდ აღარ აქვს ფული გადასახადების გადასახდელად. მსახიობად თქვა, მე არ ვიცი, სად ვიცხოვრებ, მე აღარ მაქვს მუდმივ საცხოვრებელი ადგილი. მან მოყვა, რომ ახლა მის მეგობრებთან რჩება ღამისათევად, რადგან მუდმივი ჭერი ფაქტიურად არ გააჩნია. და ყველაზე საშინელი ამ ისტორიაში არის ციფრები. სპეისმა თქვა, რომ მას მილიონობით დოლარის ვალი აქვს. მისი მთელი დანაზოგი, ყველაფერი, რაც წარმატებული კარიერის წლებში გამოიმუშავა, ადვოკატებზე და სასამართლო მსვლელობაზე დაიხარჯა. უბრალოდ დაფიქრდით. მან სასამართლოები რეალურად მოიგო. გასულ წელს ლონდონის ნაფიცმსაჯულთა სასამართლო მის უდანაშაულო ცნო სექსუალური შევიწროების ბრალდების ყველა პუნქტში, ამერიკაში კი მან სამოქალაქო სარჩელიც მოიგო, მაგრამ ეს გამარჯვება მას ყველაფრის ფასად დაუჯდა. მისი კარიერა უბრალოდ განადგურებულია, რეპუტაცია გათელილი. საფულოდ კი სამწუხაროდ ცარიელი. მან პირდაპირ თქვა, მე გაკოტრებული ვარ, ეს არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იმის, თუ როგორ შეუძლია გაუქმების კულტურამ გაანადგუროს ადამიანი განაჩენის გამოტანამდეც კი და გამამართლებელმა განაჩენმა კი უკვე ვეღარაფერი შეცვალოს. ძალიან სევდიანი ასეთი მასშტაბური ლეგენდის ასეთ მდგომარეობაში ყურება. ისევ ჩვენი საყვარელი დისნეი. სტუდია აგზელებს თავის ჯვაროსნულ ლაშქრობას თავისივე კლასიკური მულტფილმების წინააღმდეგ. ამჯერად ისინი მიადგნენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რაპუნცელს. იმიტომ რომ თითქოს მულტფილმი სულ ახლახან 2010 წელს გამოვიდა. რატომ უნდა გადაიღოთ ის ხელახლა, ნუ ძველ კლასიკურ მულტფილმებთან კიდე შეგვიძლია რაღაცა გავიგოთ, იმიტომ რომ ის თაობა გაიზარდა, ახალ თაობას კიდევ ან მხატვრობა არ მოსწონს, ან მაგათ სეტინგზე არ არის მორგებული. ნუ მოკლედ, მან კიდევ არის რაღაც ლოგიკა, მაგრამ 2010 წლის ერთადერთი პასუხი მარტო კონვეიერის ვერ გაჩერებაში ან არ გაჩერებაში არის. და აი, ქსელში გავრცელდა ხმები, რა თქმა უნდა, დისნეის ახალ სავიზიტო ბარათზე მის კასტინგთან დაკავშირებით. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ რაპუნცელის როლზე სტუდია სერიოზულად განიხილავს მსახიობს ავატიკა ვანდანაპუს. თქვენ შეგიძლიათ მისი ნახვა საზიზღარი გოგონების უახლოეს რემეიკში. გოგონა რა თქმა უნდა ლამაზია და ნიჭიერი, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, ის ინდური წარმოშობისაა და ინტერნეტი როგორც ჩვევია, უბრალოდ აფეთქდა. ფანები ყვირიან, მოიცადეთ, რაპუნცელი ეს გერმანული ზღაპარია, ის კოშკშია გამოკეტილი. მას უნდა ჰქონდეს გრძელი ოქროსფერი თმები, მწვანე კაბა, უზარმაზარი მწვანე თვალები და სოციალურ ქსელში უკვე გაუშვეს ჰეშტეგებით სხვადასხვა სახელებით. ხალხი ითხოვს, რომ როლზე აიყვანონ ვინმე Florence Pugh ან Amanda Seyfried's მსგავსი, თუნდაც Amanda უკვე ცოტა დიდია ამ როლისთვის. ხალხის თავარი პრეტენზია კანის ფერში კი არ არის, არამედ იმაში, რომ დისნეის უკვე მათი აზრით უბრალოდ ეზარება ახალი ისტორიების შექმნა. სხვადასხვა კულტურებისთვის, რომ მათაც მოარგოს და ამის სანაცვლოდ უბრალოდ უცვლის რასას უკვე არსებულ ევროპულ ზღაპრებს. არ ვიცი, სიზარმაცეშია თუ თანამედროვე კადრების უნიჭობაში, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა უკვე აშკარაა, რაც დისნეიში ხდება. ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ზელდას მთავარი გმირის პირველი ფოტოები, თავიანთი იერსახით. ხოლო ნინტენდომ ოფიციალურად გამოაცხადა საწარმო პროცესის დაწყება. ჩვენ ვხედავთ ზელდას როლის შემსრულებას და ბენჟამინ ევან ეინვორდს ლინკის როლში. დიდრული გარიმოს ფონზე, რა თქმა უნდა, და მყისიერად მთელ ინტერნეტში იწყება უკვე ჩვეული გარჩევა. არის თუ არა ეს მსახიობი, ის გარეგნობა, ის გამომეტყველება? ეს ფილმისთვის პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოჩნდა გაიაროს შემოწმება ერთგულ თაყვანისმცემლებთან, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთ გონებაში წარმოიდგენდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მათი კერპი.
რეჟისორი US Bowley, რომელიც ცნობილია ფილმებით ლაბირინთში მორბენალი და მაიმუნების პლანეტა სამეფო, სცენარისტთან ერთად ეცდება დიდ ეკრანზე იმ ისტორიის ადაპტირებას, რომელსაც 1986 წლიდან ვიცნობთ. გადაღებები მიმდინარეობს ახალ ზელანდიაში, იმ მხარეში, სადაც ოდესღაც შუახმელეთი გააცოცხლეს, რაც გარკვეულ ოპტიმიზმს იწვევს, მაგრამ ფანებს მაინც ეპარებათ ეჭვი დაეფუძნება თუ არა ფილმის სერიის რომელიმე კონკრეტულ თამაშს, თუ ეს მთლიანად მითოლოგიის თავისებური, ესე ვთქვათ, ინტერპრეტაცია იქნება. ფოტოებზე ზელდა ლურცამოშია, ლინკი კი თავის კლასიკურ მწვანეში. სიუჟეტი, როგორც წესი, უმკაცრესად არის გასაიდუმლოებული. ვიცით მხოლოდ ის, რომ ლინკი და ზელდა კვლავ გაერთიანდებიან ბოროტი დემონი მეფის განონის წინააღმდეგ, რათა ჰაირული გადაარჩინონ. უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია პროცესის აბსოლუტურად ყველა მონაწილეს, რადგან ზელდას ლეგენდას ეს არ არის უბრალოდ თამაში, ეს პრაქტიკულად კულტურული კოდის ნაწილია. და Nintendo ამჯერად Sony-სთან ერთად თანამშრომლობაში აშკარად აცნობიერებს ამ რისკებს და პრემიერის თარიღი 2027 წლის 7 მაისისთვის გადაიტანეს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ყველაფერი მოასწრონ და გადაამოწმონ. მათ უკვე აქვთ Super Mario-ს წარმატების, ესე ვთქვათ, ფორმულის გამოცდილება, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, Zelda სხვა რიგის ისტორია, უფრო ეპიკური და ღრმა. ასე რომ შემქმნელები ნამდვილად რთულ ამოცანას შეეჭიდნენ, ასე ამოვნონ ერთგულ ფანებს, რომლებიც ზედმიწევნით აკვირდებიან თითოეულ დეტალს და ამავდროულად გადაიღონ კინო, რომელიც საინტერესო იქნება ფართო აუდიტორიისთვისაც. შესაძლოა იმათვისაც კი, ვისაც რავით, გეიმპადი ხელში საერთოდ არ ჭერია, ზელდაზე წარმოდგენაც არ აქვს. იმაზე თუ რამდენად ნატიფად მოახერხებენ ისინი ამ ბეწვის ხიძე გავლას, დამოკიდებულია გახდება თუ არა ზელდას ლეგენდა ახალი მარგალიტი თუ მიემატება უზარმაზარ ჯარს იმედგაცრუებული თამაშების ადაპტაციას. Golden Joystick Award 2025-მა ოფიციალურად გახსნა პრემიების სეზონი და სტარტი საკმაოდ მეტყველი გამოდგა. საღამოს თავარი გამარჯვებული გახდა, რაც სხვადასხვა მოსალოდნელი იყო Expedition 33, ფენტეზის ჟანრის RPG Sandfall Interactive-ისგან, რომელმაც 7 ქანდაკება წაიღო 7-ვე ნომინაციაში და ამით გაიმეორა 2023 წლის Baldur's Gate 3-ის რეკორდი. მნიშვნელოვანი ისიც თუ ვინ აძლევდა ხმას. ბევრი პრემიისგან განსხვავებით, სადაც ვიწრო ჟიური წყვეტს, Golden Joystick Award-ი ძირითადად მოთამაშეების არჩევანს ეყრდნობა. გამონაკლისი მხოლოდ ორი კატეგორია: წლის აღმოჩენა და კრიტიკოსების არჩევანი. დანარჩენი კი იმის ანარეკლია, თუ როგორ ხედავს მასობრივი აუდიტორია 2025 წლის თამაშს. თუ გაინტერესებთ რა მოიგო კერძოდ, ჩამოგითვლით, ეს არის საუკეთესო თხრობა, საუკეთესო ვიზუალური დიზაინი, საუკეთესო საუნდტრეკი, საუკეთესო პირველი გეგმის მსახიობი, საუკეთესო მეორე გეგმის მსახიობი, ასევე საკუთრივ წლის თამაში და პლუს კიდევ ერთი პროფილური ჯილდო. ასევე მინდა აღვნიშნო ერთი კიდევ, რავი, ჩემთვის ძალიან საინტერესო რაღაცა, ორი ჯილდო დაიმსახურა GTA 6-მა, რომელიც ჯერ კიდე არც გამოსულა. ეს იყო მისი ყველაზე საუკეთესო სათამაშო ტრეილერი და ყველაზე მოსალოდნელი თამაში. პროექტისთვის, რომელიც ბაზარზე ჯერ არც კი გამოსულა, ეს ამ ეტაპზე ყველანაირ მაქსიმუმს ცდება. ჩვენს კინოთეატრებში როგორც იქნა, შედგა ნანატრის ზოოტოპია 2-ის პრემიერა და ნამდვილად კარგი გამოდგა. იმედია, ვინც იყავით ყველას, მეტნაკლებად იგივე შთაბეჭდილება დაგჭათ. სიუჟეტი თითქოს და წინასწარ ისედაც ვიცოდით. ყოველ შემთხვევაში წინა ჩემს ვიდეოებშიც მქონდა მოყოლილი მის ფაბულაზე, მაგრამ ყველას, ვისაც გვიყვარს ზოოტოპია და წინა სერიის გულშემატკივრები ვართ, ვიცი რომ ამ ფრანშაიზის ხიბლი იმდენად სიუჟეტი არ არის, რამდენადაც თავარი პერსონაჟებს შორის ქიმია, სცენები, მომხიბვლელი იუმორი, ფენომენალური მეორე, ან საერთოდ მესამე ხარისხოვანი პერსონაჟები, რომლებიც იმდენად დასამახსოვრებლები და იმდენად საინტერესოები არიან, რომ ცალკე ფილმებსაც კი იმსახურებენ. სიუჟეტი, საკმაოდ გასაგები. თურმე ამ ქალაქში არ არსებობენ რეპტილიები. ერთი კომენტარში დაწერეთ თუ რომელიმეს გახსოვთ იგივე და ჩემსავით არ გაოცდით, როცა ეს სიუჟეტი გაიგეთ. ერთი წინა სერიას აუცილებლად უნდა გადავხედო და ვაი და ერთი მაინც თუ შემხვდა. ხო და ეს ყველაფერი თურმე
ბოროტი პრივილეგირებული ოჯახის გამო, რომელმაც მოხუც ბებია გველს მოპარა იდეა ამ ქალაქის. ტოლერანტობის და გარკვეული პრივილეგირებული წრეების მიერ ქალების ჩაგვრესა და მათი სრული დემონიზირების გარეშე ახლა სცენარს რომ ვეღარ გაიტან უკვე ჰოლივუდში, ეგ კი ვიცით და მივეჩვიეთ და სადღაც მივიღეთ კიდევაც. ესე სიმართლე რო ითქვას, უბრალოდ ამ სერიაში ცოტა უფრო საგრძნობლად არის ეს რაღაც ჩაგრულთა და უმცირესობათა თემა და ალბათ სადღაც ზუსტად მაგანვე შეიწირა რიტმი, რომელიც პირველს ბევრად უფრო სხარტი და ენერგიული ქონდა. ისედაც სიკველი არ უნდა რაც არ უნდა ვატრიალოთ, მაინც ყოველთვის ექცევა ხოლმე ორიგინალის სტილში. ყოველ შემთხვევაში ამ განწყობით წავედი და შესაბამისად დაუბრუნდი უფრო ბედნიერი. შეიძლება სხვა ემოცია გამოიყოლა კინოთეატრში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ორივენი შევთანხმდებით, რომ ულამაზესი მხატვრობა ბჭყალებში, საკმაოდ ხალისიანი სცენები და არაჩვეულებრივი მუსიკა. ამ ყველაფერს დაამატეთ ჰოფსის და ვაილდერის შორის ურთიერთობა და დავიც მულტფილმისთვის ეგაა წასასწრად ყველა მიზეზი ხელს გაქვთ. ფილმს კი შევაფასებდი 10-დან 8. ალბათ იმიტომ რომ 10-დან 9 თუ პირველი სერია, ეს მაშინ 10-დან 8 იყოს. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ ვიდეო არ დაგავიწყდეთ მისი დალაიქება, თუ ზოგადად კონტენტი არხის გამოწერა. აბა, ნახვამდის. I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay, I gotta keep it 100, my money abundant, my project is funny.